ქართულ რეალობაში ჩვენ გვყავდა ის ადამიანები, რომლებმაც ნიჭის მომწიფებას და ხასიათის გამობრძმედაც შეძლეს მართლა უმაღლეს დონეზე. და პირველი მათ შორის მე მახსენდება ყოველთვის გრიგოლ ხანძთელი, სულიერებით სავსე და ამავდროულად არაჩვეულებრივი მმართველი და ორგანიზატორი. სანამ დავით აღმაშენებელი საქართველოს გაერთიანებდა, გრიგოლ ხანძთელმა მე-9 საუკუნეში გააერთიანა საქართველო იმ ეკლესია მონასტრებით, რომლებიც ააგეს მან და მისმა მოსწავლეებმა და იმ წირვალოცვით, რომლებიც აი ამ მონასტრებში აღევლინებოდა. ვერც დავით აღმაშენებელზე იტყვის ვინმე, რომ ან სამყაროს მორევში ხასიათის გამობრძმედა აკლდა როგორც მეფეს და ან ნიჭის მომწიფება აკლდა როგორც გალობანი სინანულისანის ავტორს. ჩემთვის თორნიკე ერისთავიც იმის ნიმუში არის, როგორ შეიძლება ადამიანში გაერთიანდეს ერთი მხრივ მომწიფებული ნიჭი და მეორე მხრივ გამობრძმედილი ხასიათი.